ქალაქში ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის გურამ გუგენიშვილის სახელობის ტურნირს ჩაეყარა საფუძველი. ტურნირის პრეზენტაცია რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა. პრეზენტაცია, სადაც ორგზის მსოფლიო ჩემპიონის პროფესიული მიღწევები გაიხსენეს სპორტსმენის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მოგვიანებით სტუმრებმა და პროექტის ორგანიზატორებმა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გადაინაცვლეს, სადაც სკოლის მოსწავლეებს შორის სიმბოლური გარბენი შედგა. გურამ გუგენიშვილის სახელობის ტურნირი გეკო ყოველწლიურად ქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის გაიმართება. გამოვიდით ასევე ინიციატივით, რომ მის სახელობის დარბაზი დავაარსოთ, სადაც სწორედ შერეული ორთაბრძოლების და ხელოვნების სწავლების ადამიანები მოიყრიან თავს და ვფიქრობ, რომ თუ კი ექნება ამის საშუალება, ასევე მთლიანად ქვემო ქართლში სხვა მუნიციპალიტეტებში ანალოგიური კლუბები შეიქმნას. გარდამავალით 100 დაწეს და გურამ გუგენიშვილის სახელობის და ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი იმისა, რომ შემდეგ უფრო პოპულარული გახდეს მისი სახელობის ტურნირები არა მარტო რეგიონში, არამედ საქართველოშიც.